მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგესალმებით, ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს ვნახოთ ესეთი რა, ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. გვექნება სამი ვარიანტი და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ არა მხოლოდ თქვენი პარტნიორი, არამედ შეგიძლიათ თქვათ ჩაიფიქროთ მეგობარი, რომელთანაც ეხლა თქვათ არც თუ ისე კარგ ურთიერთობაში ხართ, ოჯახის წევრი, თუნდაც რომელთანაც თქვათ, არც გაშორებთ დიდი მანძილი, ან რაღაცა გაუგებრობა და გაინტერესებთ ენატრებით თუ არა. მოკლედ, ნებისმიერი ადამიანი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ნახოთ, ფიქრობს თუ არა ეს ადამიანი თქვენზე და ენატრებით თუ არა მას. გვექნება სამი ვარიანტი, ვირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს, ვინმეს თუ აქვს სურვილი, რომ თქვათ, ორ ადამიანზე ან სამზე ჩაიფიქროს, სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა პიროვნება შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც ურჩევთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ნომერზე 511 13 18 18, წერთ WhatsApp-ში ან Viber-ში და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. მაშ ასე, სამი ვარიანტი გვაქვს. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. აი ესე მიდია, კარგად ჩასმოდი ესე რომ არ აგრიოთ და ერთანაბრად იდოს. მე მგონი ჯობია რა. აქვე დასაწყისში ვიტყვით ყველას ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ ხართ ჩემი გამომწერები, ვისაც არ ყავარ გამოწერილი, ვისაც არ აქვს მოწონებული ჩემი გვერდი, იმედია ოდესმე მოიწონებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით, ვინც აქტიურობს კომენტარებში. მაშ ასე, პირველი ვარიანტი იყოს ფირუზი, მეორე ვარიანტი იყოს ვარდისფერი კვარცი და მესამე ვარიანტი მოდით იყოს სპირიტი, სპირიტის გული. აი ეს. ესე მაქვს ფირუზის ღრუბელი, ვარდისფერი კვარცის აისბერგი და სპირიტის გული. დავიწყოთ ხო, მე მგონი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ აგერჩიათ. და ვნახოთ ფიქრობს თუ არა და ენატრებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. მე მგონი ეს ადამიანი შეპყრობილი არის თქვენით. რატო ამოგვდის ესეთი რაღაცა, რატო ამოდის ესეთი ენერგიები, რაზე გვიჩვენებს? ძალიან დიდი ემოცია აკავშირებს ამ ადამიანს თქვენთან. ძალიან დიდი ემოცია აკავშირებს. ძალიან დიდი გრძნობა, ძალიან დიდი სიყვარული. რატომ მიიყვანეთ საქმე იქამდე, რომ ენატრებოდეთ და გენატრებოდეთ ერთმანეთი? თუ გვერდი ხარ და მაშინაც რაღაცა არჩევანის წინაშე დადგა ეს ადამიანი, გაუთვალისწინებელი ამბები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ურთიერთობაში და ეს ძალიან დიდი ემოცია, ეს ძალიან დიდი გრძნობა დაიკარგა სამწუხაროდ. და როგორი გულგატეხილებით გახართ თან ორივე. წავიდა თქვენგან ეს ადამიანი. აქ პირველი ვარიანტი არის მათთვის, ვინცგანაც პარტნიორი წავიდა. აი ხდება ხოლმე მე სხვათა შორის კომენტარებშიც გადაყურა, აი როგორ შეიძლება რომ უყვარდეს და წავიდეს, ძალიან კარგადაც შეიძლება. და ამის ბევრი მიზეზი არსებობს ხოლმე. სიყვარული ყოველთვის არ ნიშნავს თანაცხოვრებას, ერთად ცხოვრებას, ბედნიერებას და ასე შემდეგ. მონატრება რა თქმა უნდა არის. ძალიან დიდი ტკივილი ჩანს აქ ტკივილი და მონატრება ჩანს არა მხოლოდ იმ პიროვნებისგან, ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, არამედ ეს არის ორმხრივი, ძალიან დიდი ტკივილი. აი, იცით როგორ არის, აქ არის სიყვარულის ისტორია, რომელიც არის ძალიან, არ ვიცი, ტრაგიკული არის თუ ძალიან ძიმე არის, არ ვიცი, აი რატო ამოდის, აი რაღაცა ძალიან სევდიანი სიყვარულის ისტორია ამოდის აქ. როგორ არ ენატრებით, ფიქრობს კიდევაც ემოციურადაც ძალიან დიდი ემოციები აკავშირებს. ფიქრობს. მოკლედ რომ უპასუხოთ ამ შეკითხვას, რა თქმა უნდა, ფიქრობს კიდევაც და ენატრებით კიდევაც, მაგრამ
რაღაცა იცით რა არის შეიძლება კიდევაც და გამოსწორდეს სიტუაცია არ შეიძლება დაალაგდეს კიდევაც სიტუაცია თქვენ შორის ისეთ რაღაცას მიჩვენებს არ ვიცი შეიძლება ერთი ადამიანის ისტორიას ყვები ახლა აქ ხო ხდება ხოლმე ხშირად ჩემ გაშლაში ვინც ხშირად უყურებს ჩემს გაშლებს იცის ხო რომ ხდება ხოლმე ჩემ გაშლაში ისე რომ ხან ვარიანტები ერთმანეთს ებმის არ ვიცი მაინც შეამოწმეთ მე რომ და მესამე ვარიანტი შებაწინა და გრძნობა მაგ და გაგრძელება იყოს იქით რაღაცა და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც თითქოს იცით აი გელაპარაკება ერთი ადამიანის ისტორიას ყვები აქ რაღაცა საოცარი ტკივილიანი არანორმალურად ძლიერი სიყვარულის ისტორიაზე შეიძლება ვისაუბროთ რაღაც წყვილთან რომელიც ერთად არ არის რომელიც ძალიან გულგადხილია ორივე და აი იცით მარტო პარტნიორი კი არ წავიდა თითქოს აი რაღაცნაირად თქვენ წახვედით არ ვიცი შეიძლება ცალ-ცალკე ოჯახებიც კი გყავთ მაგრამ არ ვიცი აი აქ კიდე რას ამოსცი რომ აქ ყველაფერი დასრულებული არ არის აქ შეიძლება ისევ შეხვდეთ ერთმანეთს არ ვიცი ხა აი ცოტა ძველი თაობა ვინც ხარ ჩერბურგის კოლგები ვისაც გაქვთ ნანახი საოცარი ისტორია ხო თითქოს აი შეიძლება წარსულიდან ისევ რაღაცა აი პერიოდულად რაღაცა ეს ჩუმის სიყვარულის ისტორიები ისევ გაგრძელდეს აქ რაღაცა წლების ინტერვალებიდან არ ვიცი თუ ვინმე ხართ ესეთი აუცილებლად შემეხმიანეთ მოკლედ და კონკრეტულად პასუხი რო გავცეთ არ ვიცი აი რაღაცნაირი სითბო და სევდა ერთდროულად ჩამეღვარა გულში როდესაც ახლა ამ ვარიანტს შევხედე მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, კი, ამ ადამიანს ძალიან ენატრებით, ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან გულნატკენია ორივე ერთნაირად. მაგრამ თითქოს თან დასასრულია, მაგრამ აი ეს გრძნობა თითქოს უსასრულოდ, არ ვიცი, შეიძლება თქვენი ერთად ყოფნა არანაირად არ შეიძლება არ გამოდის. რა ეწინააღმდეგება როგორ მე ახლა აქ ეს ჩვენი გაშლის თემა ახლა აქ არ არის. მაგრამ ერთადაც რომ არ იყო თითქოს ეს სიყვარულის ისტორია არასოდეს არ დამთავრდება. ხო, აი ესეთი ამბავი ამოგული დააქვს. სამდე ავატირე პირველი ვარიანტები და მეც მივყევი, ჯობია. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, პირველი ვარიანტები მაინც არ ვიცი. ხდება ხოლმე ხო, გაგრძელება და ვნახოთ. მეორე ვარიანტი, ენატრებით და ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. პიროვნება რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაცა არ ვიცი ახალი ცხოვრება რაღაც ახალი სულელური ეტაპი არის დაწყებული რაღაცა ძალიან სპონტანურად რატო იქცევა ესე ბავშვად ესე სულელურად აი თავის ტკივილი გახდა ეს ადამიანი თქვენი თქვენ სულ გეფიქრებათ მასზე სულ რაღაცას ნერვიულობთ მასზე სულ გეფიქრებათ აი მართლა თავის ტკივილი გახდა ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან ბევრს ნერვიულობთ მასზე რაღაც დამოუკიდებლობა გადაწყვიტა თუ ცალკე დგომა გადაწყვიტა თქვენ ну შეიძლება აქ გულაობს მესამე პიროვნებაც რაღაცა ისეთ ვნებებში ემოციებში გადაეშვა არც ეს არ არის გამორიცხული მაგრამ არასერიოზულად იქცევა თითქოს ეს ადამიანი აქ თქვენ ემოციებს და ფიქრებს უფრო აჩვენებს და საკმაოდ ისეც ხო აი კიდევ ერთხელ გამეორდები ხო ეს ადამიანი თქვენთვის თავის ტკივილი გახდა რაღაცა ძალიან ზედაპირულად ცხოვრობს ძალიან დაუფიქრებლად ცხოვრობს ეს ადამიანი ძალიან გაუაზრებლად არის ენატრებით თითქოს ფიქრობს რომ აი ცდილობს რომ ამაზე არ ფიქროს მონატრებაზე ცდილობს რომ ჩაჭრას ყველანაირი ჯაჭვებით თითქოს რომ როგორ იქცევა იცით ეს ადამიანი აი როგორც კი რაღაცა მის ცნობიერში რაღაცა აი გაელობასავით შემოვა თქვენზე ხო ფიქრი არის თუ მონატრებად რაღაც მაშინ ცდილობს რომ ჩაკლას ეს იმიტომ რომ რაღაცა მძიმეს უკავშირდება რაღაცა მისთვის რთულს უკავშირდება ეს და ამიტომ გადაწყვიტა რომ იცი რა სირთულების გადალახვას ვერ შევძლებ არ შევძლებ აქ არ ვნახულობ ახლა ხო არ მინდა რომ გაშალ ჩავამძიმო მაგრამ არიდოს თავი სირთულეებს და რაღაცა მარტივი გზა მოძებნა, მაგრამ ეს მარტივი გზა მისთვის ну აი არაფრის მომტანი არ არის. აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ არის, გამოცარიელებული არის ამ გზით. გაურბის ეს ადამიანი ყველაფერს.
აი მიყვება დინებას, ოღონდ ამ დინებაში რა შეება, თვითონ ამღვრევს წყალს და ყველა სიკეთესთან ერთად. რაღაცები მიქარა ბუდიშია. ძალიან ცრემლი გადინათ ამ ადამიანმა, ხო? ძალიან არასწორად მოიქცა თქვენთან. ამ ადამიანს შიში აქრის იცით რომ აღიაროს როგორ მხდალად მოიქცა. რაღაცა აი ძალიან აი სიმხდალე გამოჩნდა ამის აქციელში. აი ამის აღიარებას ურჩევნია რომ 1000 სისულელი აკეთოს და ვერ ხვდება რომ უფრო მეტ შეცდომას უშვებს. თვითონ აი შეხედავს ადამიანი, ხო? აი ნახეთ, შეხედავს ადამიანი და იფიქრებს, რომ გადასარევად არის და კარგად არის, მაგრამ ხის სიმაღლე ფესვებიდან არის, ხო? იზომება. თქვენ ვერ ხედავთ რეალურ სახეს, რეალურად რა ხდება მასთან. მან დაკარგა სტაბილურობა. თავდაჯერება აქვს დაკარგული ამ ადამიანს. ჩქარობს, რატო ჩქარობს ამდენს? ყველაფერს სპონტანურად აკეთებს აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. ეს ადამიანი საკუთარ თავს დაანგრევს. არ ვიცი მე აქ რა ხდება. არ მინდა ჩავეძიო, არ მინდა ვნახო ხა აქ რამე ჩარევებია, რამე ზემოქმედებებია, მსგავსი რაღაცები. ეს ადამიანი საკუთარ თავს ანგრევს. აი ესეთი ამბავი არის აქ. აი ესეთი ამბავი არის აქ. და მესამე ვარიანტზე გადავიდეთ. ფიქრობს ენატრებით. ერთი შეხედვით თითქოს მოცული არის თქვენით, ხო? კითხულობს თქვენს ამბებს. შეიძლება ტაროლოგებთან კითხავებთან დადის რაღაცებს არკოებს. არც ეგ არ არის გამორიცხული. შეიძლება ძალიან მანიპულატორი ადამიანიც არის. ნახოთ ენატრებით ფიქრობს ეს ადამიანი. ის დამსხრევას ცდილობ. რაღაც შემოbrunებას ცდილობს. აჰა. იცით როგორ რაღაცას წარსულის დაბრუნება გინდა? წარსულის ეშინია. წარსულის დაბრუნება, აი ეშინია დაბრუნების. მესამე ვარიანტებო, მეორე ვარიანტებსაც მოусმინეთ აუცილებლად. მეორე ვარიანტსაც მოусმინეთ აუცილებლად. წარსულში დაბრუნებს, აი თან თითქოს შემოbrunება უნდა ყველაფრის უკან, მაგრამ აი მოხდა რაღაცა ისეთი თქვენსთან, რომ მოbrunდეს, აი ამ რაღაცას თვალი უნდა გაუსწოროს. ეს რაღაცა უნდა აღიაროს. ხო, აი თვალებში ჩახედოს საკუთარ თავს, საკუთარ საქციელს, ამის ეშინია ძალიან. თორე ისე ალბათ დააბრუნებდა ყველაფერს. თან რაღაცა ემოციური კავშირი აქვს თქვენთან. შინაგან სიცარიელეს გრძნობს. კი. ნახეთ როგორ არის თან შინაგანად გამოფიტულია ეს ადამიანი. არის ასეთი რამ, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით სხვას და განსაკუთრებით დამსახურებლად, როცა ვნებს, როცა რაღაცას უშავებს, აზიანებს, ეს ყველაფერი რაღაცნაირად ბრუნდება ხოლმე ენერგეტიკულად და ანგრევს მერე თვითონ იმ ადამიანს, ხო? ანუ ავტორს. აი ეს ვარიანტი თითქოს ესე არის, დაუბრუნდა მას რაღაცები და ინგრევა შინაგანად. გამოფიტულია შინაგანად, ემოციურად, ძალა გამოცლილია. მისავე უგუნურებამ, მისავე უსამართლობამ, მის მიერ ჩადენილმა უსამართლობამ, არასწორმა დამოკიდებულებამ თქვენს მიმართ, როგორც წყვილის მიმართ, ასევე ხო მიიყვანა რაღაცა შინაგან გამოფიტვამდე.
აუცილებლად მოვსვენით მეორე ვარიანტსაც. აი მეორე და პირველი არა. მეორე და მესამე ვარიანტი მისაქ ერთმანეთს. აქ ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავი და ეხლა თითქოს ძიება შეუგონთ როგორ იცით ეს ძიება მას ისევ თქვენამდე მოიყვანს, ისევ დააბრუნებს მას წარსულში, მაგრამ ჯერჯერობით ამის ძალიან ეშინია. არ არის მზად. არც დიდად ყოფნის ამის ენერგია. ეფიქრება რა თქმა უნდა ფიქრობს ამაზე რაღაც. აი რატო უნდა რა იყო წარსულში თქვენთან რის დაბრუნებაც უნდა. ეშინია, მაგრამ აი ცუდი მხარე რომ მოვაშოროთ, მარტო კარგი მხარე რომ დავტოვოთ, რის გამოც უნდა რომ დაბრუნდეს, ხო? აი რა იყო მანდ. მის სამყარო იყავთ შეიძლება ეს თქვენ მეუღლე იყო თქვენი არ ვიცი ოჯახი ემოციები სიმყუდროვე აი არაფერი ყველაფერი რაც შეიძლება ასოცირდებოდეს სიხარულთან ბედნიერებასთან კომფორტთან რა იყო ყველაფერი იყო მისთვის თქვენთან ერთად წარსულში ყველაფერი კარგი რაც შეიძლება ადამიანს გადახდეს იყო ეხლა ეს ყველაფერი კარგი აღარ არის. რაღაცა მიქარა ისეთი მეორეჯერ გამოვიყენე ეს სიტყვა უკვე და არ უნდა გამოვიყენო, მოდი შეგეხთით. იდგეს ეს. მაგრამ მაინც მოbrunდება ეს ადამიანი. მას ეს რაღაცნაირი არ ვიცი შინაგანი ბრძოლა ეს მონატრება არის თუ არ ვიცი რა არის რა ყველაფერი ერთად არის აქ აუცილებლად მოიყვანს ისევ თქვენამდე რა და როგორ იქნება გადასალახე თქვენთვის როგორთვის კიდევ ერთხელ ვამბობ არ არის ამ გაშლის თემა მაგრამ ასეთი ამბავი არის იმედია მოგეწონათ გაშლა ველოდებით თქვენს გამოხმეურებას ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემსთან ჩემს არხზე თითოეული გამოწერისთვის, კომენტარისთვის, აქტიურობისთვის ყველას მადლობა. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.